საღამოშვიდობისა მოკლედ დღის იმთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს. ცემა შეურაცხყოფა, სამხედროების დამცირება, ყოფილი ჯარისკაცების ჩვენებები, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ორი სამხედრო მაღალჩინოსანის წინააღმდეგ. ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა გაიზრდება თუ არა დაკავებულთა სია 9 საათზე. რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას და ბაჩო ახალაიას რა დანაშაულებებზეა საუბარი ბოლო 7 წლის განმავლობაში. 9 საათზე მეცხრე არხის ექსკლუზივი რატომ დაბრუნდა ბაჩო ახალაია საქართველოში. ჩრდილოკავკასიური ვერსია. რას აპირებს ჩეჩნური დიასპორა თუ ბაჩო ახალაია საქმეში არ მოხდება ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაცია. კავკასიური სისხლის აღების წესი, ვინ არიან ჩეჩნები, შურისძიები, სამიზნეები და რამდენი დაჯგუფება ეძებს მათ. დღის მთავარ გამოშვებაში პარლამენტის ხმაურიანის ხდომა და უმცირესობის ბოიკოტი. ადამიანის უფლებათა დარღვევის არ არის ფაქტში დადანაშაულებული ყოფილი ხელისუფლება რეპრესიებზე ალაპარაკდა. რატომ ხმაურობს ნაციონალური მოძრაობა, ახალი ხელისუფლების ეჭვები. ზოგიერთ თქვენგანს ვერ უშველის იმუნიტეტი, უმრავლესობის გაფრთხილება უმცირესობას. ბარაკ ობამა თეთრ სახლში რჩება 9 საათზე დემოკრატების ტრიუმფი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. დღის მთავარ გამოშვებაში როგორ გადანაწილდა მანდატები სენატში და კონგრესში. ამომრჩეველთა კოლეგიის 303 ხმა საჭირო 270-ის ნაცვლად ჯერ კიდევ შეტანილი არ არის ფლორიდის მონაცემები. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი დემოკრატები არ ელოდნენ ასეთ ძლიერ გამარჯვებას. ეს და დღის სხვა მთავარი ამბები 9 საათზე მეცხრე არხზე დაალოდეთ დღის მთავარ გამოშვებას მე დროებით გემშვიდობით.